ჩვენ ვიცით არსებობდა წინა აზიაში ეგრეთ წოდებული სემური ამბანური დამწერლობა, არსებობდა ამ დამწერლობის სემური გრაფიკა, არსებობდა ამბანური დამწერლობის ეგვიპტური იეროგლიფური გრაფიკა და არსებობდა სემური ამბანური დამწერლობის ლურსმული გრაფიკა. აი, ქართველმა ქურუმებმა, ესე იგი, არჩიეს, რომ ეგვიპტური იეროგლიფური ურთულესი დამწერლობის ნაცვლად ბაბილონური ლურსმული სიტყვიერ მარცვლოვანი დამწერლობის ნაცვლად შემოღებულიყო წმინდა ანბანური დამწერლობა, როდესაც დამწერლობის ნიშანი ცალკეული ბგერის მნიშვნელობისა და არა მთელი სიტყვისა ან მარცვლისა ან სიტყვის ძირის მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საქმე ის არის, რომ ის ქართული კალენდარული წელთაღრიცხვა, რომელიც შემოღებული იქნა ქართველთა ქურუმთა მიერ ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს, ამ წელთაღრიცხვის კალენდარი განხორციელებულია ქართულ ანბანში. ესე იგი, ის კალენდარი, რომელიც შემოღებული იქნა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ეს მზისა და მთვარის კალენდარი, ანუ ეგვიპტური მზის კალენდრისა და ბაბილონური მთვარის კალენდრის ერთდაგვარი სინთეზი განხორციელებულია ქართულ ანბანში. შესაბამისად, ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესი ანბანური დამწერლობა და რა კი ამ ანბანში დამარხულია მზისა და მთვარის კალენდარი, ანუ ერთდაგვარი მოცემულია სინთეზი ეგვიპტური მზის კალენდრისა და ბაბილონური მთვარის კალენდრისა, ამ თვალსაზრისით ქართული ანბანის შემოღება ეპოქალური მნიშვნელობის რამ არის. ჩვენმა ქართულმა ანბანმა სწორედ ეს ქართული მზისა და მთვარის კალენდარი შემოგვინახა და მართალია ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის შემქმნელი მე-4 საუკუნის ქართველი მოღვაწე, მისი ვინაობა არ ვიცით, რომელიც ამბობს, რომ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.